საღამო მშვიდობის თუ ღამე მშვიდობის ხალხო წესით საღამო უნდა იყოს, მაგრამ ხვალე დილამდე თუ დავდე ეს ვიდეო, ანუ სიბნელეში რატო ვარ? ის არ გამორთე? ნინო! ნინო! გაზი რატო უდი? გაზი რატო გინთია? ჩაი? მე და ნინო ვართ სახლში. ხო და ეხლა რას ვეძებ, ვარსა და წავპორტყიალდე. დიდი ხის კი არ არის ხალხნო. მე კატის კუდია მეთქი რა გდია. 8 საათია. დაიცე ხა წავიდით ავანთოთ რაღაც. ჩაქრა შუქი. აი ხა აქ ავანთოთ. აი ესე. აქ მაქვს სანთელია ესე. მაგრამ მე მგონი რომ პატარა სანთელი. ეს ნახეთ როგორ ეს არის ბარბარეს რა ქვია მას? სერვისი. აი ესე ხა ის უნდა ავანთო. ზია ნახე შეინა ჩუქარი როგორ გამომადგა. ეს უნდა ავანთო. როგორ ჭირდება აი ეს. წესით ერთ დროს ინთებოდა, აი თუდა კანდელით ჩამქრალა. აჰა, ესეც ესე. მოყირავებული არის. ტივტივა. ესე ჩვენი 90-იანები. აღონ ეხა ამით არ მთავრდება ეს, ამას აქ დავდგავ. და ჩვენ წავიდეთ წიწილების ჩასასხმელად. ფისო გამოხვალ? ისა დაბოდიალოს და რეებს აკეთებს. ფისო გამოხვალ? აქ ხელი კარგად მოვკიდოთ. აი ესე. სულ დააყრევინა გარგალს ყვავილები. კარტოფილი ჩაუჭყლეტია როგორი ისასტის ოხში ვარი. ყველაფერი დავაბინავე და ეხლა უნდა ჩამოვსულიყავი წიწილებთან რა ჭამდნენ და გამარჯობა ჩემო ლამაზ თვალებო როგორ ანათებ. ვაიმე დედა აქ მყავს რომ აი ესე სხედან აქ ჩემი ლამაზები და ეხლა არ გინდა 19 წიწილა ჩასვა. ამას ამოვიხებ. აქ დავდი. რა არის ეს წყალი რო დაგიღვრიათ ამდენი? აბავშვებო. სიბნელეში რატოა იცი აბათი ჩასმა ადვილი? არსად არ წავლენ, არსად არ გაიქცევიან. 1 აი ხა რა არია ეს? ამიტომ ამას ესე გავწევ და ამას დავაფარებთ. აქ კი არაფერი არ იქნება, მაგრამ თავი არასტკივა სიფრთხილეს, ესეც აქ დავდოთ. ამას რა დავადო? მოდი ამ ხაბისახურავს დავადებ. აი ეს, რომ მაინც საჭმელია მაგის და ესე იყოს. კარგად. შეგვიძლია წავიდეთ. გადი ფისო. დახატვას ვაპირებდი, მაგრამ ერთი პირობა დავაპირე, რომ ავიღებ მეთქი საროჭკას და მივხვდი, რომ უეჭველი შუქი ჩაქრება და მე იმ გაშლილ რაღაცების ალაგების ნერვი არ მაქვს მეთქი სიბნელეში და დავტოვე. ნინო დაუჩქარე, ნინო.
ხო, ის არის. დაგისველდება ფეხსაცმელები. ნინოც მოვიდა სრულიად კმაყოფილი თეატრიდან. და ეხლა ველოდებით დანარჩენებს. აი ეს. დღევანდელი დღე მოვარჩი თაუხელები უნდა დამებანა და მოვიდეს ნინო და ჩავალე. რასაკეთებდით ხოლმე თქვენ 90-იანებში, როცა შუქი არ იყო. უბრალოდ რასაკეთებდით ხოლმე 90-იანებში, იმიტომ რომ შუქის ერთ არ იყო. შუქი იყო ხოლმე მახსოვს ურა ერქვა. შუქს ერქვა ურა. რატო, აბა? რომ მოვიდოდა ხოლმე მაგ პერიოდში ხო ძირთადად გარეთ ვიყავით ხოლმე. მithumetes ზაფხულში და მაშინ უბანში ესე რო იტყვიან ურთიერთობა ისე იყო ხოლმე ძალიან შეკრული, სულ ერთად ვიყავით დიდები, პატარები, ყოველ საღამოს რაღაცა და შუქი რომ მოვიდოდა ურა ერქვა იმ შუქს. და ესე იგი იმდენად გვიხაროდა ხოლმე რომ ჩვენ რო აქეთ უბანში ვიყავით და ვიღაცა იქით უბანში დაიძახებდა, ის გვესმოდა ხოლმე. მაგრამ აი ეს მენატრება ხოლმე ამაზე ხატვა. ფლომასტერებით ვხატავდი ხოლმე მაშინ და ანუ შუქი რო არ იყო, სიწყნარე ხო იყო, მაშინ მithumetes-ად იყო ინტერნეტი და სხვა რაღაცეები. ანუ შესაბამისად უნდა გავთობილიყავი რამე ესეთით. მიყვარდა ჩანახატების წერა, ხატვა. ხო და აი ეს ჩემთვის არის სიმყუდროვე. აი თითქოს გარე სამყარო ქრება. თითქოს აი თავისუფლდება რა. აი უბრალოდ შენი სიმყუდროვის ადგილია. ეხლა ამას დავუმატებ კიდე ერთ სანთელს. მაქვს იქით ხარეს და ვდგა რომ ცოტა განათდეს. ეს ტელეფონი კი დავტელი, კაი კოკო ვარ. მიყვარდა ხოლმე, როდესაც არ ვიცი რატო ვარჩევდით ხოლმე იმ პერიოდში, მაგრამ ან ხორბალს ვქვავდით ხოლმე ეტყობა რა. იმიტომ რომ მახსოვს, რომ ხორბალსაც ვარჩევდით ხოლმე სანთლის შუქზე. რო ვფიქრობ ხოლმე ამდენი ხორბალი რა გვინდოდა, მეთქი რომ ეტყობა მაგ პერიოდში ხო ვქვავდით. ქუმელა გახსოვთ ვინმე ეს? ხორბლის ფქვილი და წყალი. კიდე რა სურევდნენ არ მახსოვს, მაგრამ ესე მშრალად იზილებოდა და ესე მუჭაში რო აი პლასტელინი რო მომუჭვა, ფქვილი რო მომუჭვა და აღარ დაიშალოს, ეგეთს გვაჭმევდნენ ხოლმე. სხვათა შორის ძალიან საუკუნე არ მიჭამია და რამდენიმე წლის წინ ბიცოლა ჩემმა გააკეთა და ბავშვობის ის გამახსენდა. ქუმელა მოზილა და შევჭამეთ. ეგ ხორბლისგან კეთდებოდა. ის გემ ხო და მაშინ ხო ჭირდა ხოლმე ბევრი მრავალფეროვნება არ იყო, ძირითადად ხალხი სახში შრომობდა და სახში მოყავდა ხოლმე ყველაფერი რა, წვალობდნენ, იმაშვებოდნენ, მე მგონი ეგ დროც მოდის, რომ ისევ იგივეს დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ საშინელი ფასებია და ალბათ დავიწყებთ ისევ ნელ-ნელა რაღაცის დამუშავებას, სწავლას, ან გახსენებას, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი ბაღი გქონდა და ყველაფერი მოყვავდა. იმდენი მოყვავდა, რომ გქონდა. მთელი ზამთარი თუ არა, ანუ როგორც მახსოვს, ბევრი გქონდა. ოღონდ იმიტომ რომ სუიქ ისხდნენ ხოლმე ბაბოც, დედაც, მარგლიდნენ, თოხნიდნენ. იცი რა ხმა მახსოვს და რა ხმა მენატრება. შუადღით ხო ვიძინებდით, ხოლმე წარმოიდგინე რა ღრმა. მე მახსოვს, აი ბაღში რომ მიველი, 2 წლისა ვიყავი, არც ვიყავი, მე მგონი 2 წლისა. აი 2 წელიდან მაქვს მახსოვრობა ისეთი, რომ რაღაცები მახსოვს და პატარა რო ვიყავი ხოლმე და
ფეხი მიარტყი ნინო. კარგად. ო? მახსოვრობა იცი, აი მაგ დროიდან ამაქვს და იცი რა მახსოვს? შუადღის წილით რო გვაძინებდა ხოლმე დედა. და რო ვიძინებდი ხოლმე. მაღვიძებდა თოხის ხმა. სადღაც 5-6 საათისთვის რო გავიღვიძებდი, აი ყურში მესმოდა ხოლმე თოხის ხმა, რომ დედა იყო ბაღში და მუშაობა. ბაღში არა, მე მაგას ბაღჩას ვეძახდი და ეხაც მიყვარს ეგ სიტყვა, ბაღჩა. ხო და აი ეს მომენტი შუქი რო ქრება ხოლმე. წამიერად უცბად იმ პერიოდში მაბრუნებს და ბევრ ესეც ტკბილ მოგონებას მიღვიძებს. ჩემთვის მართლა ტკბილი მოგონება იყო ეს ყველაფერი. და არის უბრალოდ ჰა კატას თუ უნდა გარეთ გავუშვი. აღარ შემოუშვე ხა მოძებნონ რამე ადგილი და დაწვნენ. საკურდღლე ღია თბილა იქ შევიდნენ დაწვნენ ჩვენივე წიწინებენ. წიწილებიც ჩავსხი. ჩაი ადუღე? თევზი არ გინდოდა? მაგრამ ხა შუაღამის აღარ გინდა ბევრ წყალს დალევ. მაგჭიქიც მომაგრად მიყვარს. სიტკვა კლია თუ მორეული არა აქ? მორეულია. ვიმე. ხალ წამოხალ ეკლესიაში? ო, იმდენი გაქვს სამეცადო, განამოასწრებ რომ მოხვალ. ხოლო რა დღეა იცი? ბზობა. შენ წამოვალ აღარ მახსოვდა. ბზობა, დე, ხო, რათან რამ დროდისეზე არის ბოლოს. აღარ მახსოვდა. იქიდან რო წმოხვალ მე რა ისაქენი. ელა. ჰა. მაიმის თავაზე მოვიდა. აი ორშაბათის ექიმი რა და როგორ მეტყვის და რამდენად მიშველის, თორე მე ღამე იმდენი ხანი ფეხზე არ არსებულია რომ გავწლო. არა დაჭიქი. სად უნდა დავჭდე შვილო სკამები ყველაფერი გატანი კი ეხა არ იქნება პრობლემა რომ იქ ისაუქნა მაგრამ მე თვითონ არ მინდა რა და მგონია რომ წავალთ იქამდე მთელი ერთი კვირაა და ზეგ მივდივარ ექიმთან ჰა ხო მოდი ხა ჭამე შენდროულად თევზი აღარ ჭამო რომ ისა წყალს მოგაწყურებს და მე ზიარებისთვის ხო ხარ დალევა რა დღეს გეფიცები რავი ენ რაოდენობის წყალი დავლიე. ისიც მივირთვი წეღა რო გავაკეთე, მაგრამ ის არ იყო მლაში. საერთოდ არ იყო მლაში. ინა ხა შეგვიძლია დავიძინოთ. მიდი რა, შედი მანდ, ერთი სანთელი გამოვაღე მარჯვენა მხარე. ხო. ის შუშის სანთლედევ პატარა. და სანთლები დავდე მან სადღაცას. ერთი სანთელი ხო, გამოვიღე უკვე სანთელი და სადღა მე მგონი აი შენ წამალი რო დევ ვიტამინი მაგასთან დავდე. დევ. ორი წამი არა, ხიარჩი. არა ჩანება გოგო შეიტანე ტელეფონი. კიდე კაი ცოტა დავტენე ეს ტელეფონი. გული მიგრძნო, გული რა გული უნდა გიგრძოს, როგორც კი ნიავია მოვარდება. უნდა ისა გაიაზრო რომ შანსი არ არის. ესე იგი ნაგვის ვედრას დაათრევს ქარი. სახურავს უბრალოდ ვედრას ჩავყარე ნაფრთხენები და ვეღარა დაძრა. ნახე. გამოღება არ გინდა, მე მგონი ზემოდან დავდე სადღაცას. აი სამოვიწყდა სადია. სასანთლე. ნახე მომე. ამაში ცარი, პეტარა სანთელი. მზია ესე ჩენი მოცემულია რა საყვარლობაა ეს ორივეს ძალიან კარგად ვიყენებ გახსოვთ რას ამბობდნენ ხოლმე ბავშვობაში ცეცხლზე თამაშისას ცეცხლს მეთამაშებდო რა ღამე ჩაიფსავო ტყუილი არ დაიჯეროთ, იმიტომ რომ სპეციალურად ავთამაშობდი ხოლმე მაინტერესებდა. და გეფიცები არც ერთხელ ჩავები.
ცოტა დარბილდეს, რომ ეს თავამაზე დავამაგრო. გავივდი კარგა გემრიელად რა. დღეს ვეჭველი ვიცი რომ შუქი აღარ მოვა, არ არსებულია. და ალბათ ეს ვიდეო დილისთვის იქნება. გავიხსენოთ 90-იანები. გონი ეხლა რო აქ მე ნინო და შევარდნაძეს ვხედ ვართ. აი კედარ მეტყვი. რაღაცა დაიწახებს შევარდნაძე. აია. რა სპექტაკლი იყო წითელკანიანთა ბელადი. წითელკანიანთა ბელადი. მშობლები იყვნენ შემოსულები. მე რო სადმე რო წახვალ გამოყვე. აღარ გაგიშვებ, მარტო კელა. ბევრი იყვნენ მშობლები. მაგრამ ერთი მარშრუტკაში მშობლები იყვნენ. ესენი რო თეატრში შედიან ხოლმე. ჩვენ ან ყავაზე, ხან მაკდონალდში, ხან სადღაცა შევდივართ ხოლმე და იქ კარგად ვერთობით ხოლმე. პირველად იყვნენ ხაიამი და ხაშალი მარტოები. არ იყავდათ მამა. მე მოვიდა და მე მგონი რომელი სასწავლი მოვიდა ნეტა. ეგ ბარბარე იქნება. რა ხა ისე გაიხედე გეკონება აი. ორივენი არის. ორივენიც. მამა გაგვაკლია ოჯახში მოსასვლელი და ალბათ ფეხსაცმელებს შემოიტანეთ, თორე დაასველებს. აი ტახტის ქვეშ შეალაგეთ. ასხავს და რა ცუდია რა, რომ აი პროშეტკა ეგრეა. აბა რა კენთიორი კოქტეილები დალიეთ. რა დალიეთ? მოხიტო. ჯერ მოხიტო დალიეთ და მერე ცეკვაზე იყავით? შუქი რა მოვა? ეხა ჩაქრა და შუქი არ მოვა. რა მოვა? არა გონია მოვიდა შვილო ქარია. მე დასატანი ორგანიზაცია. რაღაცა მოხსასწავლე. აი სანთელი. დამომიღე მოხიტო. და გაბალი. საიოლა სპრაიტი იყო რა. მაგაში რაღაცეები ლიმონი, მე მგონი ტარხუნა, შაქარი, რაღაც პიტნა ხო ტარხუნა. ფლიად კიდე. მოის ფუტბოლი. კარტოფილი ხა გამორთ. ბავში. ხო რა თუ გინდა თუ არ და გამოიტა სასწავლები და ისწავლე. მე ახლა დაგეფშვიდობებით, სულ კარგად ვზარდებოდე წავალდავდი, მაგრამ რომ დავწვე დავიძინო. 9 რა გაათენებს ხალხო. კაი, თქვაც და გამოვიტანე ხა ძაფები და მოგხსოვე. რითი მოგხსოვე ნეტა სადამაკისა? სადამაკ ხო არ გახსოვთ სად შევინახე? ბოლოს ვიცი აგე იმის იმებში. არა, ჩხირი არ მინდა, მან და დაევეგენ ისე. ძაფები არ მინდა, შვილო, ეს წუთი აბა მათქმეინე რასაც ვეძებ. ყველაფერი თქვა. ეს არ გინდა ჩხირი. ყაის ნახი. მოიცავთ ვიქა. ყაისნორი რა. სადიქა? იქ. იქ სად? აბა ნახოთ თუ ყაის ნახს ვიპოვი. ივანე იმეცადინებს. მე მოგხსოვ. სად ეძებს გაფიცე? უჯრა გამოაო იმის ბუფეტისა. ცხვირის გასტა. ბარბარე სად ეძებ? მახათი მინდა შვილო მაიტანე. ხათი რა თქმა. მე რა თქმა ბახა. არა და სადღაცა შევინახე, სხვა შორის 3-ცა. აი, კარგად გაიხსენეთ ახლა თქვენ რას მეტყვით, მაგრამ მე თქვენ გითხარით ამას ვდებ, მეთქი აქა და მაშინ უნდა მითხრათ ახლა სად დავდე? მაგრამ თქვენ რო ზამუნდოს სანახავთ ესა. ან მექნება მოძებნილი და ან მაგრა დაძინებული ვიქნები. სახე მაგდასაბანი რა. მამაც მოვიდა? მე მგონი შევგროვდით სულ ყველანი. სახე გაგდასაბანი, აგე გარეთ გადი ჟოლაბის ქვეშ და დექი უცბად გაგილაღლაღდება. წყალი ხო განცხადება ჩვეულებრივ. კი. ის არის რა ქვია, სხვა შორის წვივის წყალი კანისთვისაც კარგია და თმისთვის. გადასარევი. მართლა კარგია. თმისთვის არის იდეალური.
რა იცი არა 90-იანებით რომ არა მე მაშინ წყალი მქონდა ანიშურის წყალი ყოველთვის იყო ეხლაც არის არასოდეს არ წყდებოდა ჰეჩი შვილო და იმისი ჯანი კრუშკულით წაველი იქნე მოვძებნობა ჩხილები აბა ჰეჩ